ფლორენციაში ფრანკო ზეფირელის ფონდის დარბაზში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით პირველად გაიმართა ქართული კომპოზიტორის დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო. კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმაც. ჩვენ წავდექით უმაღლესი ხარისხის პროფესიული მუსიკით. ნამდვილად ჩვენი ოქროს ფონდი გამოვაფინეთ. საოცრება იყო საერთოდ ის ყველაფერი, რაც დღეს ხდებოდა ამ სცენაზე. ეს არის ის, რაც გულს ათბობს, ეს არის ის, რაც ყველაზე პირდაპირ ჭრის გზას ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ყველაზე ხმამაღლა ქართული კულტურა უნდა ჟღერდეს ყველა საუკეთესო სცენაზე და დარბაზში. დღეს სცენაზე იყვნენ მსოფლიო დონის მუსიკოსები, რომლებიც ქართულ კულტურას და ქართულ მუსიკას ემსახურებოდნენ. მე მინდა კიდევ ერთხელ მოულოცო ყველას დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ეს იყო ნამდვილად ზეიმი ქართული კულტურის. ჩვენ ვიყავით შესანიშნავი მუსიკოსის, თქვენს ქვეყანაში ცნობილი ვარსკვლავის დავით თორაძის სტუმრები. მომეცა შესაძლებლობა მომესმინა ნაწარმოებები და ძალიან ამაღელვა ორკესტრის ოსტატობამ და გუნდის ხარისხმა. ჩემთვის ასევე ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრა, რომელსაც ვაჩვენებ ფონდის შენობა და ფრანკო ზაფირელის მუზეუმი. იმედი მაქვს, რომ მასთან და გიორგისთან ერთად ფრანკო ზაფირელის ერთ-ერთ ოპერას ჩამოვიტანთ თბილისში. ეს ჩემთვის დიდი ღონისძიება და შესანიშნავი გამოცდილებაა.